ჩვენთან არის მერთი. გულითადათ მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ხსენებას ძველი აღთქმის დიდი ერთ-ერთი წინასწარმეტყველისა ელია თესბიტელისა მისი ცხოვრება თქვენ კარგად მოგიხსენებათ მეფეთა წიგნებში აღწერილი. ასევე ხსენება აღესრულება წმინდისა მამისა ჩვენისა ილია მართლისა ჭავჭავაძისა და ასევე არის ჩვენი აწუყე განსვენებული პატრიარქის ილიას ანგელოზის დღე. ელოცოს თავისი ერისთვის ზემო საქართველოდან. ძალიან საყურადღებო სახარება წავიკითხეთ დღევანდელ ლიტურგიაზე ჩვენ, რომელიც ეხება სასწაულის რაობას, ეს ერთი მხრივ, მეორე იმედსა და სასოწარკვეთას. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს. აი დღევანდელ სახარებას, რადგანაც დაემთხვა ილიაობის დღესასწაული, ერთგვარ პარალელს გავავლებთ ალბათ ყველაზე საღვთისმეტყველო დატვირთულ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთან. ეს გახლავთ მისი პოემა, უკვდავი პოემა განდეგილი, ყველასთვის ცნობილი. აი დღევანდელი სახარება როგორ ეხმიანება და როგორი პარალელი შეიძლება იყოს გავლებული განდეგილთან. რა განსხვავებებია და რა საერთო არსებობს ამ, ესე იგი, განდეგილსა და დღევანდელ სახარებას შორის. ჯერ სახარებას შევეხოთ. წინა კვირას ჩვენ თქვით, წავიკითხეთ სახარებიდან, რომ მაცხოვარმა დააპურა 5,000 კაცი უდაბნოში. აი ამ მოვლენის შემდგომ იგი უშვებს მოციქულებს, რათა გასცურონ ზღვის მეორე ნაპირზე. თვითონ რჩება იქ, სადაც იმყოფებოდა ის ხალხი, ავიდა მთაზე სალოცავად. როდესაც შუა ზღვაში იმყოფებიან, მეოთხე სახუმილავსა მას, როცა იმყოფებიან აი ამ პერიოდში ღამისა, ატყდება ქარი, ღელვა ზღვაზე და უეცრად დაინახავენ მოციქულები მათკენ მომავალ მაცხოვარს. და იფიქრეს საოცარ რაიმე არს, საოცარი, აქედან არის საოცრება, თანამედროვე ქართულად მოჩვენება. ესე საოცარი ის კი არა გასაკვირვებელი, არამედ მოჩვენება ხომ არ არის იგი. დაელაპარაკა მაცხოვარი და პეტრე მაინც ეჭვში იმყოფება და სასწაული უნდა. ძალიან ხაზგასასმელია განდეგილთანაც ასეთი მდგომარეობაა და მაგიდო. სასწაული უნდა პეტრეს. უკე თუ შენ ხარ, მიბრძანე, რაითა წყალზე სვლით შენთან მოვიდე მე. ცდის, მოციქულები ჩუმად არიან, პეტრე ცდის, აბა სასწაული იქნება თუ არა. და ღვთის სასწაული, ეშმაკისეულის სასწაული, კიდე არის ეშმაკისეულის სასწაულები, მოჩვენებები, ხიბლები და გაუკუღმართებები, მაგრამ ამ შემთხვევაში პეტრესთან დაკავშირებით ნამდვილი ღვთისეულის საღვთო წარმომავლობის სასწაული აღესრულება. და იგი წყალზე სიარულით უახლოვდება წყალზე მდგარ მაცხოვარს. წყალზე დადის მოციქული. მაგრამ იხილავს რა ქარს და ღელვას, დათქმა დაიწყება მისი. იხრჩობა და შეღაღადებს, მიხსენ მე უფალო. მაცხოვარმა მოკიდა ხელი, რატო ხარ მცირედ მორწმუნე, ეკითხება. აღმოიყვანა იქიდან, ანუ ამ ზღვიდან და შეიყვანა იმ ნავთსაყუდელში, ნავში ჯერ და შემდგომ მიადგნენ გენესარეთის მხარეს.
რა არის განსაკუთრებული, როგორც თავიდანვე აღნიშნეთ. განსაკუთრებული. მოციქული ითხოვს სასწაულს. თომასი არ იყოს, სანამ არ ვიხილავ მის ჭრილობებს, იქამდე არ დავიჯერებ. გახსოვთ, აღდგომის შემდგომი პერიოდი. მაგრამ ამ შემთხვევაში პეტრე სასწაულს ითხოვს. მიეცემა სასწაული, კონცენტრირება ხდება ღმერთზე, ამიტომ იწყებს სიარულს წყალზე. მაგრამ რა წამს ყურადღება ეფანტება, აბა იქ რა ხდება როგორც ჩვენთან. ღმერთის კენკი არ მიდის ჩვენი გონება. აბა იქ რა ხდება, აბა სად მეკითხებიან მე. და იწყება მთელი არეულობა ტვინში, ოჯახში და საზოგადოებაში. რა წამს ფოკუსირება ღმერთის გარდა გადადის სხვა მოვლენებზე, სხვა გასართობებზე. ეხლა პეტრეს შემთხვევაში გასართობი აქ არაფერი იყო, ქარიშხალი იყო, შეეშინდა. ვაიმე თუ ჩავიძირო. ამ დროს წყალზე დადის მოციქული, მაგრამ მაინც ეშინია. გადაიტანა ყურადღება სხვაგან და დაიწყო ჩაფლობა, დახრჩობა. მაგრამ საინტერესო რა არის? კი ხრჩობა. მაგრამ ღმერთს მოჭიდებულია იგი. ღმერთი კი არ ავიწყდება. მიხსენ მე უფალო, მე არ შემიძლია ის ამბობს. სასწაული კი წყალზე დავდივარ, აგერ ვიძირები და ისევ შენ თუ ამომიყვა ნაკედან. გადავიდა ჩემი ყურადღება სხვაგან კი, მაგრამ მე იმედი მაქვს მაინც შენი სასოწარკვეთილებაში არ ვარდები. და მაცხოვარმა უშველა. აი ეს არის ძალიან ზოგადად სახარებისეული განმარტება. ეხლა პარალელი. განდეგილი ილიასი. მყინვარ წვერზე ცხოვრობს განდეგილი და აქვს თერმომეტრი. ოღონდ სიცხის გასაზომი კი არა. თავისი სიწმინდისა, სულიერების. ზომავს, რა დონეზე ვარ მე ღმერთთან. და სასწაული უნდა ამას, როგორც პეტრეს. განსხვავება რაშია? პეტრეს სასწაული უნდა ღმერთთან მიახლოებისათვის. და განდეგილს სასწაული ჭირდება სასწაულისათვის. აი ცდომილება აქვე არის განდეგილისა. ღმერთისთვის კი არა, სასწაული სასწაულისათვის. აი როდესაც სასწაული სასწაულისათვის გჭირდება, ღმერთისთვის და ღმერთთან სიახლოვისთვის კი არა, რაღაცა დამადასტურებელი, როგორც თომა მოციქულთან დაკავშირებით. ის ურწმუნო არ იყო. დადასტურება უნდოდა ღმერთთან სიახლოვისთვის. აი ეს ჭირდებოდა მას. როგორც პეტრეს. წყალზე იწყებს სიარულს და განდეგილი რა შვება? თავის ამ სულიერ სიწმინდეს ამოწმებს როგორი სახით. აღმოსავლეთისაკენ, როდესაც იწყებს ლოცვას სისკარზე, ამოდის რა მზე, სხივი შედის მის კელიაში და ლოცვანს იჭერს ეს სხივი. ანალოგიის გარეშე, აი ამის გარეშე, ახლა რაზედაც ჩვენ ჯვარი გვიდევს, აი ჯვარი რო სხივმა დაიჭიროს დაახლოებით, აი ესეც სიწმინდეზე არის კაცი. და ეს არ გახლავთ ეშმაკისეული სიწმინდე. ეს განდეგილი კი არასწორად მოღვაწეობს, მაგრამ ღმერთის სასწაულს თავისას ულეს მაინც. იქნებ ჭკუას მოეგოს იგი. ეს რომ ეშმაკისეული ყოფილიყო,
ილია აუცილებლად დაწერდა ამას. მაგრამ ღვთისმსეულია, ღვთისმსეულის სასწაული, როგორც პეტრესთან დაკავშირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში სასწაული რისთვის? მე როგორი კარგი ვარ. თვით დაჯერებულობა, თვით კმაყოფილება, ამპარტავნება, ხიბლი გაუკომართებული. და ამ ხიბლიდან ვერ ამოდის კაცი. ხიბლი რა შობს? ეხლა ვნახოთ. ხდება შემდგომ რა? წლები გადის, ესე მოღვაწეობს სიწმინდით ეს განდეგილი და ხდება რა? რაღაცა უბედური ამინდი, მწყემსი იკარგება. სხვართან ერთად დაინახავს ეს განდეგილი, შეიფარავს თავის კელიაში და რა ვინ აღმოჩნდება? დედაკაცი. ახალგაზრდა დედაკაცი მწყემსი. то ბერია კაცი. იწყება ილიას პოემის თანახმად შინაგანი ბრძოლა არ ეხება ხელით. არ შეხებია პოემიდან გამომდინარე. მაგრამ ფიქრები მისი არის უკვე შებილწული. იმიტომ რომ ხმა, მხოლოდ ხმა გაიგო დედაკაცისა. მარტო მყოფი კაცი ალბათ რამოდენიმე წელი ხმა არ გაუგია საერთოდ ადამიანისა და დედაკაცის ნაზი ხმა ესმის, რომელიც თბება იქვე კელიაში. არ ეხება, მაგრამ შებილწულია გონებით. და იგრძნო რომ შესწოდა კი არ ეუბნება ღმერთო მიშველე, როგორც პეტრე. ვიძირები მე ამ ქარბორბალაში მე ვიძირები. სასწაული პეტრესთანაც და ამასთანაც არის. ქარბორბალა იქაც არის და აქაც. ქარბორბალას შემთხვევაში იძირება ცოდვით კაცი. მოციქული მიხსენ მე უფალო. უძლური ვარ მე. კი ვარ მოციქული, მაგრამ მაინც უძლური კაცი ვარ. შენს გარეშე მე დავიხრჩობი. და ეს რადგანაც ეს განდეგილი, რადგანაც თავიდანვე ხიბლში იყო, ღმერთს კი არ მიმართავს მიშველე პეტრეს მსგავსად. არა. ის ერთსელოდება ხსნას. ღამია ხსნარი ცისკარზე, როდესაც ამოვა მზის სხივი. მზის სხივი ხო არის შემამოწმებელი მისი სიწმინდისა. ღმერთთან სიახლოვის კი არა, მისი სიწმინდისა. ამოვიდა მზე, ერთი სული ჰქონდა მას. დედაკაცს ზინავს, მაგრამ ამას რა დააძინებს კაცო? ეს ელოდება რამდენად წმინდანი ვარ, შევამოწმო მე. და დადო სხივზე თავისი ლოცვანი. და ილია ამბობს, სხივმა არ დაიჭირა. დავარდა. რო დაინახა განდეგილმა ეს ამბავი, შეღაღადა, ესე წერია პოემაში, შეხვირა რაღაც აი ისეთი უფრობითი ფორმა, ცხოველივით რომ შეღაღადებს არა ადამიანური ხმით. და ეს ღაღადისი არა ადამიანური იყო ბოლო ამოსუნთქვა მისი. რადგანაც იქვე გული გაუსკდა. აი ბოლო განდეგილისა. რაზეა საუბარი? სასოწარკვეთა და იმედი. სასოწარკვეთა არის შვილი მოწყენილობისა. მოწყენილობა ადამიანს ემართება, როდესაც მოწყენილობა ზოგადად აი ეკლესიურ ასკეტიკურ ცხოვრებაში და სწავლებაში არის მგლოვიარობა, ნეტარი მგლოვარენი, იცით თქვენ.
ნეტარებათა შორის. მგლოვიარობა აუცილებელია, მაგრამ მგლოვიარობა ღმერთთან ერთად სტიმულს აძლევს ადამიანს. ოპტიმისტი ხდება ადამიანი. ჯანმრთელი მგლოვიარობა ოპტიმიზმია. მაგრამ და ეს ღმერთთან ერთად ხდება, ჯანმრთელი ღმერთთან ერთად. ანუ მე როგორი ცოდვილი ვარ, როგორც პეტრესთან დაკავშირებით. მე ვიძირები არარაობა ვარ ფაქტობრივად. მაგრამ მიხსენ მეუფალო, ამის გამო მე მწუხვარ, რომ ვარ ასეთი ცოდვილი. და შენ უნდა მიშველო. მე არ შემიძლია. ესე ჯანმრთელი მგლოვიარობა, წუხილი თუ გნებავთ საკუთარ თავზე ან სხვაზე. მაგრამ წუთი სოფლის მწუხარება, აი ტერმინები ერთი და იგივეა, იქაც და აქაც, მაგრამ წუთი სოფლისადმი ან წუთი სოფლის მწუხარება ეს არის იმედ დაკარგვა. მე რა მეშველება? და არაფერი არ გეშველება, ღმერთის იქით საშველი არ არის. არაფერი არ გეშველება, ყველანი ვართ გაჭედილები. რატო? იმიტომ არის ჩიხი. სიკვდილი ქვია ამას. ღმერთი მშველელია. უღმერთო კაცი რისთვის ცხოვრობს? მე არ ვიცი. შეიძლება თვითონ იცის, მაგრამ მე ვეძებდი პასუხებს და ვერ ვიპოვე. რისთვის ცხოვრობს? ასე რომ ამ ადამიანის ღმერთის გარეშე მყოფი ადამიანის წუხილი არის უიმედობა, გათიშულობა ერთგვარი სულიერი მოღვაწეობისა და ბოლო თუ მოწყენილობა არის დედა, სასოწარკვეთილებამდე მიხავს. სასოწარკვეთა თიშავს აბსოლუტურად, სრული გათიშულობა აქვს ადამიანის სულიერ ძალებს. არაფრის აზრი აღარა აქვს კაცს. სასოწარკვეთილება ემართება ისეთ კაცს, რომელიც უღმერთო ცხოვრობს, რომელსაც ღმერთი ცენტრად არ აყავს დადგენილი. და ამიტომაც დაემართა განდეგილს ასეთი რამე. სინამდვილეში ეს კაცი იყო უღმერთო კაცი. ილიას განდეგილი დიდ ღვთისმეტყველებაზე, დიდ ღვთისმეტყველზე კი არ არის. ჩვენ გონია რომ აი წმინდანი იყო და რა მოუვიდა, როგორ დაემართა. წმინდანი კი არ იყო. ეს თავიდანვე გაუკუღმართებული იყო. და ნელ-ნელა მივიდა ჯერ მოწყენილობამდე. მე აი ჯანმრთელი ბერი რა სიტყოდა? ჯანმრთელი ტვინის კაცი, ღმერთთან ერთად ცხოვრები. ნუ შევწოდე. რა მოხდა? რა მოხდა ისეთი, რაც მე დამემართა. ეს ხო ადამიანურია. ყველა ცოდვა არის ადამიანური. ყველა როგორი საშინელი და ამაზრზენიც არ უნდა იყოს, ყველა ცოდვა არის ადამიანური. ავადმყოფობაა კი, მაგრამ ადამიანურია. ანუ ადამიანს რომ შეეხება, აი ამ გაგებით ვამბობთ ადამიანურს. და ბრძენი კაცი, მოღვაწე ღმერთთან ერთად მცხოვრები, იტყოდა, შევწოდე. კი, ბერი ვარ, მაგრამ რა მოხდა? სოდვა და მე ერთნი არა ვართ. ის ჭუჭყია, ის ჟანგია დამასკელთან ასია. გარდამოცემაში ჟანგია ჩემი, სოდვა არის ჟანგი. უნდა გაიწმინდოს, რომ გავწყინდეს ის მეტალი, რაც ჟანგით არის დაფარული. აი ჯანმრთელი კაცი ესე იტყვის. მაგრამ ეს არ არის ჯანმრთელი კაცი. ღმერთთან ერთად მცხოვრები კაცი არ არის ეს. მიუხედავად იმისა, რომ სასაული ლოცვანის დაჭერის არის ღვთისგან მოცემული მისდამი. და ამიტომაც
სინანულისაკენ კი არ მიდის ეს ბერი. რა მოხდა მოვინანიებ, კვლავ დავიწყებ მოღვაწეობას. ღმერთმა მომცეს მოღვაწეობის და სინანულის დღეები. რა მოხდა ახლა ასეთი? აი ჯამრთელი ამას იტყოდა. როგორც პეტრემ თქვა, ვიძირები, აგერ სასწაულია, ხო შეიძლება პეტრეს ეთქვა. სასწაულია და მე როგორ ვიძირები? მე თვითონ ამოვალ ახლა აქედან. რა თქმა მაცხოვრის შველა. მე წყალზე დავდიოდი ამ წუთას. აბა ახლა შევამოწმებ მე, რამდენად წმინდანი ვარ. რომელ წმინდანობაზე იძირება კაცი? რა წმინდანობაზეა საუბარი? და განდეგილი არა, იძირება. ღმერთო მიშველეს კი არ ამობს. აბა როგორი სასწაული ვარ კიდე, როგორი წმინდანი ვარ მე. აი ამ წმინდანობამ, თვით კმარობამ, ამპარტავნებამ, ხიბლმა ჩააგდო მოწყენილობაში, ღმერთის გარეშე ცხოვრებაში პირველ რიგში და მიიყვანა სასო წარკვეთამდე. სასო წარკვეთა შეიძლება ვიღაცა გაუმკლავდეს. რითი? დალიოს გამაყუჩებლები ფსიქიატრთან მივიდეს და დაუნიშნონ და გათიშოს კაცი. შეიძლება. დროებითად. მაგრამ სინამდვილეში ადამიანებს გულები უსკდებათ ამის გამო. რაც დაემართა ამ განდეგილს. ვერ აპატია საკუთარ თავს. როგორც იუდამ ისკარიოტელმა. ხო შეეძლო შენდობა ეთხოვა, როგორც პეტრემ სამჯერ უარყო და მოინანია. აგრძელებს პეტრე, სულ აგრძელებს გზას. მთელი ცხოვრება ვიდრე ჯვარცმამდე თავდაყირა გააკრეს იცით. ვიდრე ჯვარცმამდე. და ესენი იუდა ისკარიოტელი და განდეგილი, ხა განდეგილი კი მხატვრული ნაწარმოებია. მაგრამ მე მაგალითად სხვა საღვთისმეტყველო ასეთი რელიგიური დატვირთვის შრომა ილიასთან არ მახსოვს. შეიძლება არსებობს, ახლა მე თლიანი კორპუსი არ მაქვს საკითხული. მისი პუბლიცისტიკაც მაქვს რაღაცა ნაწილი, მაგრამ ესეთი არ შემხედრია საღვთისმეტყველო დატვირთულობით. შეიძლება არსებობს, მე არ ვიცი. მაგრამ ეს ერთადერთი შეიძლება ითქვას ნაწარმოები ასკეტურ ჟანრში დაწერილი. გვეუბნება როგორ არ უნდა იმოღვაწეოს კაცმა. როგორ უნდა იმოღვაწეოს კი არა, როგორ არ უნდა იცხოვრო კაცმა. განდეგილი იქნები თუ ერისკაცი იქნები. პირველ რიგში უნდა იყოს ცენტრში ღმერთი. სასწაულების გარეშე ტკივილებთან ერთად შენ ჯვართან ერთად ღმერთი უნდა იყოს. თუ შენ სასწაული გჭირდება სასწაულის გამო, ბოლო იქნება სასო წარკვეთა. იმიტომ რომ სასწაული ყოველთვის არ გექნება, გამოგეცლება. მე გული გაგიჩერდება. იმიტომ რომ არასწორ გზაზე მავალი იყავი. ძმებ კარამაზოებში ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. თავარი გმირი მონასტრიდან ალიოშა კარამაზოვი, რომელიც ზოსიმეს მოწაფე არის. ზოსიმი არის ბერი მონასტრის წმინდანი შეიძლება ითქვას. როდესაც გარდაიცვლება ზოსიმე, რამოდენიმე საათში მაპატია და აყროლდება მისი გვამი. რაც უჩვეულოა. შეიძლება ერთ დღეში კი, მაგრამ რამოდენიმე საათში აყროლდა მისი გვამი, ამ ზოსიმესი. და მეორე ბერი, რომელიც ხიბლში მყოფია, თერაპონტი ეწოდება ამ კაცს, თავისი ფანატიკურ მოწაფეებთან ერთად, ფანატიკოსებთან ერთად. გარბის და ამბობს,
ეს ბერი გარდაცვლილ ბერზე ამბობს. აი, თქვენი წმინდანი. ყველაფერი უყვარდა, ჩიტებს ელაპარაკებოდა და ასე შემდეგ. აი, თქვენი წმინდანი. სად არის? ეს არის მისი სიწმინდე? სასწაული უნდათ ამ შემთხვევაში. გაუხრწნელება უნდათ ამ კაცისა. ალიოშა უყურებს ამას. და ამის მერე სასწაული რო ვერ დაინახა. მონასტრიდან მიდის. დოსტოევსკი რას ამბობს? რომ სასწაული არ არის მთავარი. მოღვაწეობაა ღმერთთან მთავარი. როგორც პეტრესთან. აი განდეგილთან სულ სხვა მომენტია. ან მიდის საერთოდ უღმერთო ხდება, თუ სასწაული არ არის, ან გული უჩერდება. იქაც და აქაც სასო წარკვეთილებაა. სინანული სადაც არ არის და სადაც ადამიანი არ ამბობს, რომ მე მაქვს იმედი ღვთისა, მიუხედავად ყველაფრის. იქ რწმენა არ არსებობს. იქ ღმერთი ცოცხალი შენ ცხოვრებაში არ მოქმედებს. ხარ განდეგილი, ხიბლში მყოფი, ავადმყოფი კაცი. დაგლოცოთ ღმერთმა და წმინდა ელია თესბიტელი, წმინდა დიდი მამა ჩვენი მართალი ილია ჭავჭავაძე, უგვირგვინო მეფე, როგორც უწოდებენ მას, და ჩვენი პატრიარქი, სამივე ღვთისწინაშია წარმდგარი, იყვნენ მლოცველები ყველა ჩვენგანისათვის ზეციურ ქვეყნიერებაში და ზეციურ სამშობლოში, სადაც ჩვენც ცოტა ხანში შევუერთდებით. ჯვარი გეწეროთ, გაიხრით.